1912 წლის 10 აპრილს მსოფლიოს ყველაზე დიდი, ყველაზე მდიდრული და ყველაზე ცნობილი სამგზავრო გემი ტიტანიკი პირველ მოგზაურობაში გაიმართა. იმ დროს ბევრს სჯეროდა, რომ ეს გემი იმდენად უსაფრთხო იყო, რომ ვერასოდეს ჩაიძირებოდა, მაგრამ სულ 4 დღის შემდეგ მოხდა ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა. ტიტანიკის ჩაძირვამ 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დღემდე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საზღვაო კატასტროფად ითვლება. როგორ აშენდა ტიტანიკი? რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს? შეიძლებოდა თუ არა კატასტროფის თავიდან აცილება? ამ ვიდეოში ყველაფერს დეტალურად გაიგებთ. მე-20 საუკუნის დასაწყისში გემების გადაზიდვის კომპანიებს შორის დიდი კონკურენცია იყო. თითოეული ცდილობდა ყველაზე დიდი და ყველაზე კომფორტული გემი აეშენებინა. ამ მიზნით შეიქმნა ტიტანიკი. მისი მშენებლობა 1909 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში დაიწყო. მშენებლობაზე ყოველდღიურად დაახლოებით 15,000 მუშა მუშაობდა. 3 წლის შემდეგ გემი დასრულდა. ტიტანიკის სიგრძე 269 მეტრი იყო. სიმაღლე დაახლოებით 53 მეტრს აღწევდა. წონა კი 46,000 ტონაზე მეტი ჰქონდა. იმ დროისთვის მსგავსი ზომის სამგზავრო გემი მსოფლიოში არ არსებობდა. ტიტანიკს ჰქონდა 16 სპეციალური წყალგამუტარი განყოფილება. ინჟინერებს სჯეროდათ, რომ რამდენიმე განყოფილების დატოვების შემთხვევაშიც კი გემი წყლის ზედაპირზე დარჩებოდა. სწორედ ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ტიტანიკი თითქმის ჩაუძირავი იყო. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავდა იმას, რომ მისი ჩაძირვა შეუძლებელი იყო. ტიტანიკი მხოლოდ დიდი კი არა, წარმოუდგენლად მდიდრულიც იყო. პირველი კლასის მგზავრებს ჰქონდათ გრანდიოზული კიბეები, მდიდრული სადარბაზოები, საცურაო აუზი, თურქული აბანო, სპორტდარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტები, ძვირადღირებული ოთახები. მესამე კლასის პირებიც ბევრად უკეთესი იყო ვიდრე იმ დროის სხვა გემებზე. 1912 წლის 10 აპრილს ტიტანიკი ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონიდან გავიდა. შემდეგ გაჩერდა საფრანგეთის ქალაქ შერბურთში, ამის შემდეგ ირლანდიის ქალაქ ქუინსტაუნში, შემდეგ კი ატლანტიკის ოკეანის გავლით ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკისაკენ გაიმართა. გემზე დაახლოებით 2224 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ მდიდარი ბიზნესმენები, ემიგრანტები, ბავშვები, ეკიპაჟის წევრები. მოგზაურობის განმავლობაში სხვა გემებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს ტიტანიკი, რომ წინ დიდი აისბერგები იყო. თუმცა გემი თითქმის მაქსიმალური სიჩქარით აგრძელებდა მოძრაობას. იმ პერიოდში ბევრს სჯეროდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგია ბუნებას დაამარცხებდა. სამწუხაროდ ეს დიდი შეცდომა აღმოჩნდა. 1912 წლის 14 აპრილს ღამის 11 საათსა და 40 წუთზე დამკვირვებელმა პირდაპირ წინ უზარმაზარი აისბერგი შენიშნა. ეკიპაჟმა ააშინეს სცადა გემის მობრუნება, ასევე უკუსვლით ჩართეს ძრავები, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. აისბერგმა ტიტანიკის მარჯვენა მხარე გახია. წყალი რამდენიმე განყოფილებაში ერთდროულად შევიდა. ინჟინერებმა მალევე მიხვდნენ, ტიტანიკი აუცილებლად ჩაიძირებოდა. გემზე მხოლოდ 20 სამაშველო ნავი იყო. მათი ტევადობა დაახლოებით 1178 ადამიანს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნახევარზე მეტისთვის ადგილი საერთოდ არ არსებობდა. დასაწყისში ბევრი ნავი ნახევრად სარიელი კი გაუშვეს, რადგან ადამიანები ვერ იჯერებდნენ, რომ ტიტანიკი ნამდვილად იძირებოდა. ეკიპაჟმა პირველ რიგში ქალებისა და ბავშვების გაყვანა დაიწყო. ამ დროს ორკესტრი მუსიკას უკრავდა, რათა ხალხში პანიკა არ დაწყებულიყო. გემის ცხვირი თანდათან წყალში ჩაიძირა. შემდეგ უზარმაზარი კორპუსი შუაში გადატყდა. 1912 წლის 15 აპრილს ღამის 2 საათსა და 20 წუთზე ტიტანიკი მთლიანად ატლანტიკის ოკეანეში ჩაიძირა. წყლის ტემპერატურა დაახლოებით -2 გრადუსი იყო. ასეთ პირობებში ადამიანი რამდენიმე წუთში კარგავდა ძალას. უმეტესობა ჰიპოთერმიის გამო დაიღუპა. საშველად პირველი მივიდა გემი კარპათია. მან დაახლოებით 700 ადამიანი გადაარჩინა. 1500-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა. ტიტანიკის ნანგრევები 1985 წელს აღმოაჩინეს. კვლევარებმა რობერტ ბალარდმა და მისმა გუდმა გემი
ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე დაახლოებით 3800 მეტრის სიღრმეში იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ტიტანიკი ორ დიდ ნაწილად იყო გაყოფილი. ამ ტრაგედიის შემდეგ საზღვაო უსაფრთხოების წესები მთლიანად შეიცვალა. ყველა სამგზავრო გემისთვის სავალდებულო გახდა ყველა მგზავრისთვის საკმარისი სამაშველო ნავების ქონა, 24 საათიანი რადიოკავშირი, აისბერგების მუდმივი მონიტორინგი, ეკიპაჟის რეგულარული სწავლება საგანგებო სიტუაციებისთვის. ამ ცვლილებებმა მომავალში უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ტიტანიკის ისტორია მხოლოდ გემის ჩაძირვის ამბავი არ არის. ეს არის ისტორია ადამიანური შეცდომების, გადაჭარბებული თავდაჯერებულობის, გმირობისა და იმ გაკვეთილების შესახებ, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა. დღეს 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ ტიტანიკი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ტრაგიკულ ისტორიად.